თურქულ მხარესთან მოლაპარაკების შედეგებს დადებითად აფასებს ტაუკლარჯეთიდან დაბრუნებული ქართული დელეგაცია. დელეგაციის წევრების განცხადებით იშხნის სამონასტრო კომპლექსში მიმდინარე სამუშაოებში უკვე ჩაერთო ქართული მხარე. მათივე განმარტებით ვიზიტის შემდეგ სამუშაოები იშხანზე ქართული მხარის რეკომენდაციების გათვალისწინებით წარიმართა. თბილისში დაბრუნებულ სპეციალისტებს იმედი აქვთ, რომ მოშკის რეაბილიტაციის პროექტის შედგენაში ჩაერთვებიან. აღნიშნული ძეგლების აღდგენა რესტავრაციის შესახებ ოფიციალურ რეკომენდაციებს კულტურის სამინისტრო საგარეო საქმეთა სამინისტროს დღეს გადაუგზავნის. მიმაჩნია რომ ეს წარმატებული ნაბიჯებია, იმიტომ რომ უკვე დაიწყო კეთილმეზობლური ურთიერთობა ამ საკითხებთან დაკავშირებით და რაც მთავარია ერთობლივი პირველი ნაბიჯები გადაიდგა და ეს ძალიან დიდი იმედის მომცემია. ის არასწორი მიმართულება რაც ჩვენ ნახეთ წინა პერიოდში, აი ამ ურთიერთობამ, აი ამ ხმაურმა, აი ამ ჩვენმა ჩასვლამ, იქ მითითებების ისწრება უკვე გარკვეული ზეგავლენა მოახდინა და ეს პროცესები შედარებით სწორი მიმართულებით ჩააყენეს.